გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მაშარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები დილის 10 საათისთვის არ შევთანხმდით? ალბათ დაეძინათ. ჩვენც მოვედით. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცადინოდ მზად ვართ. კი, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო სანამ თქვენი მეცადინებთ? გზებზე არ ვმოძრაობ, ჩემი სტიქიაც არის. ეს მეცადინეობა არ მჭირდება. ეს მეცადინეობა ყველა სჭირდება, ქვეითად მოსიარულეებსაც. მართლა? კარგი. ხანდახან ქვეითი ვარ, იშვიათად. დღეს საგზაო ნიშნებს ვისწავლით, კატა ნიშანს გაჩვენებთ. თქვენ კი უნდა გვითხრათ რას ნიშნავს. დაშვებულია მოძრაობა მხოლოდ პირდაპირ. სწორია? ქვეითთა გადასასვლელი ხო, დიდი ამბავი, ეს ხომ ძალიან ადვილია. რაც ნიშანზე ხატია, იმას ნიშნავს. შემდეგი მე ვიქნები. მე ვარ. წინ დიდი ღობეა. არ არის სწორი. ეს ნიშანი შლაგბაუმის მქონე სარკინიგზო გადასასვლელს აღნიშნავს. დიდი ამბავი, ცოტა შემეშალა. თქვენ აქ იმეცადინეთ, მე კი ცოტას ვიფრენ. ნიშნებს პტეროდაქტილის ფრენის სიმაღლიდან შევისწავლი. კი ბატონო, კატა გააგრძელე. რა საყვარლები არიან? ეს ნიშანი იმას ნიშნავს, რომ გზაზე შეიძლება გამოვიდნენ იხვები. მაგრამ ირემია დახატული. მე მივფრინავდი, გზაზე იხვი და იხვის ჩუკები გადადიოდნენ, მათკენ კი ავტომობილი მოკროდა. მე ყველა გადავარჩინე. ყოჩახზერ, ნამდვილი გმირი ხარ. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იხვებისთვის და სხვა გარეული ცხოველებისთვის გზაზე გადასვლა უსაფრთხო იყოს. იდეა მაქვს. ეს გზატკეცილია. გზის პირას საყრდენებს დავდგამთ. მათ დავადებთ გადასახურავს და მივდგამთ დახრილ, ასეთი რაღაცებია რა. პანდუსები, მათ პანდუსები ეწოდება. ზევიდან შეგვიძლია მიწა დავაყაროთ და ბალახი დავრგათ. და ეკოლოგიური გადასასვლელი გამოვა. ჩვენს დღეში რამდენიმე წაქცეული ხევნახე, მათგან მშვენიერი საყრდენები გამოვა. და პანდუსები. რა ლამაზი სიტყვა? პანდუსი? ეს ხეები ტყეში უნდა ვიპოვოთ და ტოტებისგან გავწმინდოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო წინ! ჯერ უნდა დავდგეთ ნიშანი საგზაო სამუშაოები. სწრაფად ვიზამ. ზერ, დო, გზასადევნე თვალი. ვინმე თუ გამოჩნდება, გაგვაფრთხილეთ. ვინმე თუ გამოჩნდება, ვიცი რაც უნდა გავაკეთო. თორ, შენ მიწაში ხვრელებს გაბურხავ. ტრაკ, შენ ამ ხვრელებში საყრდენებს ჩადებ. ანკი,
შენ ტრაქს მორებს მიაწვდი გადასახურავად. ბულ, შენ გადასასვლელს მიწას დააყრი. ტურბოზავრებო წინ! რა კარგი ხიდია. ხვალ თესლს მოვიტან და მასზე ბალახს დავრგავთ. შეიძლება სანამ ვერავინ ვერ მხედავს, ამ ხიდზე გავისეირნო. რა თქმა უნდა, შეიძლება. შესანიშნავი კადრები გამოვიდა, მაგრამ რაღაცა კლია. რას გულისხმობ? ირმის ნახატიანი საგზაო ნიშანი აკლია. აქ ხომ გარეული ცხოველები გადავლენ ხოლმე. ყოჩაღზერ, მართალი ხარ? მესმის რატომ ხატავ მას? უბრალოდ ვარჯიშობ. ვხედავ, მაგრამ ხომ შეიძლება სხვანაირად ივარჯიშო? მაგალითად მე დამხატე. მე. დაიწყო. რა იყო? ჯერ ერთი ლამაზი ვარ, მეორეც ძალიან ლამაზი ვარ და მესამე ძალიან ლამაზი. შენა, საქმე არ გაქვს? ზერ, შენ ხომ ცოტა ხნის წინ ახალი ლინზა დააყენე? ის გამოგეცადა. სწორედ მაგას ვაპირებდი. ძალიან კარგი, გაუშვი. კარგი, ვნახოთ. აბა რას ვხედავთ? კარგი. მე მგონი ეს ხე მალე წაიქცევა. რა ხდება? აქ საიდან გაჩენდი? არა. ახლა რა გიყოთ? ესე იგი ხე გადაიხარა და ბუდე საფრთხეშია? და ბარტყები ბუდიდან ცვივიან. მე რომ არ ვყოფილიყავი, დაიღუპებოდნენ. ფიქრობ იმ ადგილას უნდა მივიდეთ და ვნახოთ რა ხდება. მე მგონი ხე მალე წაიქცევა. შეგვიძლია ხე გადავრგოთ. ვფიქრობ შესაძლებელია. შეწყვიტე. შენთვის ცუდი არ გვინდა. მე მგონი მისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდება. შეწყვიტე. დაინახეთ? არ მოგცემს საშუალებას რომ რამე გავაკეთოთ. ესე იგი სადმე უნდა შევიტყუოთ და ჩავკეტოთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს. შეგვიძლია კატის სახლი გამოვართვეთ სტეპან პეტროვიჩს. მართალი ხარ? საბრალო ჩიტი, როგორ ღელავს შვილების გამო? რა სიზამს? უნდა მოითმინოს.
ახლა მალე გავაკეთებთ ყველაფერს და გამოგიშვებთ. ტურბოზავრებო, წინ! ჩემს მითითებებს მოусმინეთ. ზერ, ბარტყები ბუდიდან ამოიყვანე. თორ, მე და შენ ახალ ორმოს ამოვთხრით. მე და გავიწყდეთ. სულაც არა. შენ ბარტყების დედას ადევნე თვალი. ტრაკ, შენ ხეს დაიჭერ. ჩვენ კი ფესვებს ამოვთხრით. შემდეგ ხეს ანკის გადასცემ. წავიღებთ ახალ ადგილას და ორმოში ჩავარჯობთ. შეგიძლიათ გამოუშვათ. საშინლად ნერვიულობს საბრალო. ყველაფერი გავაკეთეთ. გამოუშვი ჩიტი. კარგი, წავიდეთ აქედან, რომ არ ინერვიულოს. მე მგონი, ყველაფერი კარგად გამოვიდა. ზერმა ახალი ლინზა მოსინჯა და ბარტყები გადაარჩინა. ჩვენც ხომ მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ ყველა მივიღეთ მონაწილეობა. მაგრამ კინაღამ დამკორტნეს. საფრთხეში აღმოჩნდი. რა გაცინებთ? სიმართლეს ვამბობ. თორ დაადასტურე. ჩიტმა თორსაც ბევრჯერ ჩაუნისკარტა. ძალიან ბევრჯერ. ახლა შენ. სცადე, მოგეწონება. რადგან ასე ფიქრობ? იქნებ საკმარისიათ რა აქ. გააჩერე ბოლოს და ბოლოს. ვცდილობ. ეს სპეციალურად გააკეთე? არა, რა თქმა უნდა, თორ უბრალოდ აქ პაწაწინა ღილაკებია. როგორც ჩანს, შენთან ერთად მანქანებს ვერ ვითამაშებთ, პეჭა. მე კი ვოცნებობდი რბოლა მოგვეწყო. მომისმინეთ. იქნებ ნამდვილი რბოლა მოვაწყოთ. მაგრამ ამას ვერც ტყეში გავაკეთებთ. ვერც გზატკეცილზე. ძალიან სახიფათოა. მოვიფიქრე. მოდი სპეციალური ტრასა ავაშენოთ. მე მგონი გვეყოფა ადგილი ტრასის ასაშენებლად. შეხედეთ? მაგრამ დიდი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს. ნიადაგი უნდა გავასწოროთ, კუნძები ამოვთხაროთ. ყურებს არ ვოჯერებ. მცენარეებს რას ვუზამთ? სხვათა შორის აქ შროშანები იზრდება. საათხედავ შროშანებს. წელიწადის ამ დროს არ ყვავილობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ არ არის. შროშანები გადაშენების პირას მყოფი მცენარეებია, ჩვენ კი ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ. შეუძლებელი არაფერია, კაძა. მცენარეებს ნიადაგთან ერთად გადავრგავთ. ბულ, შენ კუნძებს ამოთხრი. ანკი, შენ მათ წაიღებ. თორ, შენ ნიადაგს გააფხვიერებ და მიწას გაასწორებ. დო, შენ ტრასას დატკეპნი. ტრაკ, შენ და კაცია მცენარეებს გადარგავთ. ზერიკი. ზერი დაისვენებს. მაგრამ რატომ? იმიტომ რომ ეს თქვენი ტრასაა. მე ხომ მანქანა არ ვარ, რობოტიც კი არ ვარ, რბოლაში მონაწილეობას ვერ მივიღებ. შეგიძლია მსაჯი იყო. მართლა? მსაჯი ვიქნები? გაიგონეთ? მსაჯი ვიქნები. ყველაზე მთავარი ვიქნები. ტურბოზავრებო წინ!
ყურადღება. მოემზადეთ. წავიდა. ვაშა, მე გავიმარჯვე. ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს უსამართლობა. ტრასიდან რომ არ გადაგეგდეთ, შეიძლება პირველი მივსულიყავი. შენც გვაწვებოდი. მაგრამ თუ არ თაღლითობდა. რას ამბობთ, რაკ? შენც კარგად იცი, შენ და თორმა მოაწყვეთ ყველაფერი. საჯმა ყველაფერი დაინახა. ჩვენ გვეგონა რომ ასე უფრო საინტერესო იქნებოდა. არა? საინტერესო მაშინაა, როცა ყველაფერი წესების დაცვით მიმდინარეობს. მე ჩვენ არასწორად მოვიქეცით. იცით რა? მოდი სამართლიანი შეჯიბრება გავმართოთ. მაგალითად, დინოზავრებს შორის სირბილი. ხო რა მოხდა? მოემზადეთ? ყურადღება? ყურადღება? რა თქმა უნდა, ტრაკი პირველი მივა, მას ყველაზე გრძელი ფეხები აქვს. ტრაკ, რამე ხომ არ იტკინე? ყველაფერი კარგად არის დო, რბოლა გავაგრძელოთ. მეგობრობამ გაიმარჯვა, შესანიშნავი რბოლა იყო. იცით რა ვიფიქრე? შეგვიძლია ფრენაში მოვატყოთ შეჯიბრება, რომ გამარჯვებულმა კარგი პრიზი მიიღოს. რატომ იცინით? რა თქვი სასაცილო? მეგობრებო, როგორ ხართ? რატომ მოიწყინეთ? მოსაწყენად ვისვენებთ. ძალიან ცხელა. თამაშის კი არ გვინდა. მაშინ მოდით ტბაზე წავიდეთ, ვიბანაოთ. ასეთ ამინჩი ტბასთან ალბათ ნახევარი ქალაქი შეიკრიბა. მთელი ქალაქი. იქნება არ არის ზერ, გაფრინდი ნახე რა ხდება. ძლივს მოხერხებულად მომეწყვე. ზერ. გავიგე. უკვე მიფრინა. ეს რა ბავია? ახლა ზერი ყველაფერს გვიჩვენებს. ой, მოგახსენებთ, ხალხი აქ არ არის, მაგრამ წყალში შესვლა შეუძლებელია. რა საშინელება? ასე ამის დატოვება არ შეიძლება. შეგვიძლია ნაპირზე ნაგავი მოვაგროვოთ, მაგრამ რა ვუყოთ ნაგავს, რომელიც წყალშია? რამე უნდა მოვიფიქროთ. იდეა მაქვს. ტივს ავაგებთ, საიდანაც ბადეს ჩავაგდებთ და ყველაფერს მოვაგვარებთ. მერე კი ნაგავს ქალაქში წავიღებთ გადასამუშავებლად. ტივზე ვერ დავეტევით და თუ დავეტევით, ტივი ჩაიძირება. ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. ველოსიპედი გამოვიყენოთ. ზგავსი რამ ინტერნეტში ვნახე. ტივი ველოსიპედის მეშვეობით იმოძრავებს. რა? ეგ როგორ? შეხედეთ, ეს არის ტივი, ცენტრში კი დავდგამთ ველოსიპედს, ტივს ის ამოძრავებს. მე ველოსიპედზე დავჯდები, კატია კი ბადეს გადააგდებს, თქვენ კი ტივის აშენებაში დაგვეხმარებით. შესანიშნავი იდეა. რამე გამოვტოვე? ტივი უნდა ავაშენოთ, რომ ტბა გადავარჩინოთ. ანკი, შენ მოტეხილ ხეებს შეაგროვებ და მე გადმომცემ. ტრაკ, შენ მორებს დაამუშავებ და ველოსიპედს დაამაგრებ.
დუმფარებს და სხვა წყალმცენარეებს რა ეშველება? ძალიან ნაზებია. ბადე ღეროს თუ წამოედება, ღერო გადატყდება და მცენარე დაიღუპება. იქ სადაც მუმფარები იზრდება, ნაგავს ხელით მოვაგროვებთ. დო, შენ ნაპირიდან მიკარნახებ, რომ არაფერი არ გამომრჩეს. და მე? ეს უსამართლობა, მეც მინდა გიკარნახო. შენ ზემოდან მთელი ტბის გაწმენდას გააკონტროლებ. გაკონტროლება შესანიშნავად მეხერხება. ტურბოზავრებო წინ! მზად არის. ნამდვილად გაცურავს? თუ ყველა ფაქტორს მივიღებთ მხედველობაში და კიდევ ველოსიპედის სიმძიმეს გავითვალისწინებთ და საერთოდ მიცურავს, ვაშა. ახლა ნაგავს შეაგროვებენ და ყველაფერი კარგად იქნება. შენ კი არ გჯეროდა. უბრალოდ ცოტა ეჭვმებარებოდა. იქ კიდევ ერთი ბოთლია. კიდევ ერთი. აი, გამოგრჩათ. ახლა კარგია. ფრთხილად, დუმფარები ახლოსაა. მათ გვერდით კონსერვის კილაა, უნდა მოაშოროთ. იქით კიდევ არის ნაგავი. იქითაც. რა რთულია მუშაობა. ახლა კი ტრაკი ნაგავს დაპრესავს. ჩვენ კი მას ქალაქში გადასამუშავებლად წავიღებთ. მომისმინეთ, ახლა ხან გამახსენდა. ჩვენ ხომ არ გვიბანავია. ბოთლი. მოდი პირველი ვინ მიირბენს. ეს ბოთლი ჩემია. თვითონ თქვი იმისია, ვინც პირველი აიღებსო. ახლა ბოთლი ჩვენია. ჩვენ უფრო მეტ პლასტიკს შევაგროვებთ და აი ამას მოვიგებთ. პრიზი დიდი თავგადასავალია. სამწუხაროა, რომ მეორე ადგილზე გასულებს პრიზი არ შეხვდებათ ნახვამდის. შენც იმას ფიქრობ, რასაც მე? რა თქმა უნდა, დაგეხმარებით, საინტერესო ჭღერს. გზებიც უფრო ლამაზი გახდება. ჭუჭყიანი ქუჩები არ მიყვარს. ეს ძალიან მარტივია. მე კი მიყვარს, როცა მარტივადაა ყველაფერი. შეიძლება ჩვენც ვითამაშოთ, როცა გაიმარჯვებთ. რა თქმა უნდა, ყველანი ვითამაშებთ. მე ზევიდან დავათვალიერებ. სად არის პლასტიკი? აქ მოიტანეთ, მე ფერების მიხედვით დავაწყობ. ტურბოზავრებო წინ! პლასტიკი ნაპოვნია. მედითორ. გაგვიმართლა. აქ უამრავი პლასტმასის ბოთლია. რა მაგარია. აქ უამრავი პლასტმასის ნივთია. ანკი ისვრის და მიზანში ხვდება. რა ლამაზია, როცა ქუჩები სუფთაა. შეხედეთ,
ბანანის ქერქს არ ვაგროვებთ. ეს საკმარისი იქნება, რომ მოვიგოთ. აქ რა მოხდა? ყველაფერი დანგრეულია. არა და რა კარგი მოედანი იყო. რაღაც უნდა მოვუხერხოთ. აბა, შეძლებთ ამის გაკეთებას. ო, მაგრამ მთელი პლასტიკი დაგვეხარჯება, რომელიც შევაგროვეთ. და სათამაშო მოწყობილობას ვერ მოვიგებთ. მაგრამ იმას მხოლოდ ერთი ადამიანი ითამაშებს. საბავშვო მოედანზე კი ყველა შეძლებს თამაშს. მაშინ მოდით, სწრაფად ავაშენოთ. ეს ყველაფერი ბაზაზე წაიღე, იქ გადავამუშავებთ. მაგარია, გადამუშავებული მოედანი გადამუშავებული მოედნისგან. ფოტო ინტერნეტში გამოვაქვეყნე. მალე აქ ბავშვები მოვლენ. შესანიშნავია, ტურბოზავრებო, ჩვენი წასვლის დროა. ითამაშეთ, ბავშვებო. ასე რა გიხარიათ? წაგებას აღნიშნავ თუ იღბლოებო? თავარი პრიზი ჩვენ მოვიგეთ. თქვენ პლასტიკი შეაგროვეთ, რომ სათამაშო თქვენთვის მოგეგოთ. ჩვენ კი პლასტიკი ამისთვის შევაგროვეთ. და ყველას შეუძლია აქ თამაში. ახლა ვინ არის გამარჯვებული? გამომართვი, შენი თამაშე. მე კი გორაკზე გავიქცევი. ეც და მელოდეთ. დაგვეციე. როდემდე შეიძლება? 3 დღეა თავს ხმაწვიმაა. რადიოთი გადმოსცეს, რომ მალე შეწყდება. შეწყდა? მორჩა. ვაშა! რა უცნაური საფე გამოაქვეყნეს და ერმა შეხედე? ფოტო არ გამოვიდა. მე კი მგონია, რომ შველას ითხოვს. შეხედე, სველია და რაღაც მორებს ეხუტება. ართალი ხარ იქნებ ხაფაკში გაება, მაშინ უნდა გადავარჩინოთ. მე მგონი ფოტოზე ტყის ტბა, რომ დაიხჩოს. იქ გავიქცეთ ჩქარა. გამარჯობა. სად მიიჩქარით? ზერი უნდა გადავარჩინოთ. გავიქცეთ, გზაში მოგიყვებით. ზერა მოხდა? წვიმას უღებდი ფოტოებს, ხალმა კი ყველაფერი დატბორა. დაი, რა მოხდა? ძალიან მიხარია, რომ მოხვედით, გადამარჩინეთ. გეგმა მაქვს. აქედან წყალი ტბორში უნდა გავიყვანოთ. არხს გავთხრით. წყალი გავა და ამოგიყვანთ. ყველას უნდა დავუძახოთ. მე და კატია დანარჩენებს მოვიყვანთ თორი და ტრაკი კი შენთან დარჩებიან.
რატომ ველოდოთ დანარჩენებს? ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ყველაფერი. მართალია. როგორ გაუკვირდებათ? ჩკარა, იქით. წყალია. ჩვენ მხოლოდ არხი და წყალი წამოვიდა. გვეგონა, კარს გავაკეთებდით, მაგრამ წყალი უცბად მოვარდა. ზედად ბორისკენ კი არ უნდა გაგეთხარათ არხი, არამედ ქვედა. ეს ზიარჭურჭლის პრინციპია. წყალი ზედადან ქვედაში მიედინება. ბედი ახსნეს რომ არ არის, ზერი უნდა გადავარჩინოთ. გეგმა შემდეგია. ბულ და თორ არხი გადაკეტეთ. სასტრაფოდ. სანამ ზერის თავი ჯერ კიდევ წყალს ზემოთა. თავს ძლივს ვიკავებ. ტურბოზავრებო წინ. მე რა გავაკეთო? ანკი ამ ორებს მოგაწვდის, შენ კი კაშხალი გაამაგრე. მე მგონი მოვასწარეთ. ვაშა, ზერი გადავარჩინეთ. არ ვარ დარწმუნებული. მინდა და გამემხნევებინე. გმადლობ, მხნედ ვარ. ახლა ქვედათ ბორისკენ წყალს აგდები, არხი უნდა გავთხაროთ, რომ წყალი გავიდეს. საქმეს მივხედოთ. მოიცადე. გეგმა ასეთია. ჯერ მორებისგან ტიხარს დავდგამთ, მერე კი ახალი არხის გათხრას დავიწყებთ ქვედათ ბორისკენ. თავარია რომ დაქანება იყოს. გასაგებია? მაშინ ტურბოზავრებო წინ! აი იქით, უფრო ღრმად გათხარეთ. ახლა კი იქით. აი ასე. ყველაფერი მზად არის. ახლა მთავარი უნდა გავაკეთოთ. ტიხარი მოვაშოროთ. შეიძლება მე მოვაშორებ, გთხოვთ. ვაშა, წყალი გადის. ზიარჭურჭლის პრინციპით გადის. თავისუფალი ვარ. იდეა მაქვს. მინდა ჩემი მხსნელების საერთო ფოტო გადავიღო. არა, ოღონდ არ იწვიმოს. ძალიან მოწყენილი ვარ. რა გავაკეთო? ოჩახტრაკ, ნამდვილი მოჭადრაკის შესაფერი სისვლა იყო. მაგარია. და რა მოვიგე? ჯერ არა, ისევ შენისვლა. მხედრითი არე, მხედრით. ახლა შენ დაარტყი. როცა კარშით გახარ, თავარია ყურადღება არ მოადუნო, თორემ გოლს გაგიტანენ. რა? ხომ გაგაფრთხილე? აი შენზე, თვითონ არაფერს არ აკეთებ და სხვებსაც ხელს უშლი. იმიტომ რომ არ ვიცი რა გავაკეთო. ფეხბურთის და ჭადრაკის თამაში კი არ მინდა. სარმე მაქვს ის, რაც შენ გჭირდება. ეს ძველი რადიო. სხვაში ვიპოვე. შეხედე?
მოღრუბლულობა იქნება, ზოგან მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა 20, საპატრულო მანქანა ნომერი 5, გზაჯვარედინზე საცობი შეიქმნა. სამაშველო სამსახური მიღება. გამომართვი ახლა ყველა ახალი ამბავი გეცადინება. აი ახლა ზერსაც აქვს საქმე. გავაგრძელოთ? ჩვენ თვითმფრინავი გვიყიდეს. ოღონდ დეიდან ორას უნდა რომ თვითონ გამოსცადოს. ბავშვებო, დაიმახსოვრეთ. უპირველეს ყოვლისა ინსტრუქცია უნდა წაიკითხოთ. კარგი, ყველაფერი გასაგებია. ბორა, ჩართე. თვითმფრინავი არ მიფრინავს. გატეხილია. დეიდან ორა იქნებ ხელი გაუშვათ. ხელი გავუშვა? ბორა, ინსტრუქცია არ წაკითხავს და არ იცი. მე კი წავიკითხე და ვიცი. ამას ქვია რომ ვითამაშეთ. არ მოიწყინოთ, ვიპოვით თქვენს თვითმფრინავს. ზერისაც წავიდა. მისთვის მნიშვნელოვანი დავალება გვაქვს. იცით რომ საჰარაში დღეს სიცხეა. ანტარქტიდაში კი თოვს. ეს რა სიგნალია? რაღაც უცნაური სიგნალია. სოს სიგნალს გავს. სოს არის სიგნალი, რომელიც ნიშნავს, რომ ვიღაცას დახმარება სჭირდება. სიგნალის მიხედვით თვითმფრინავია. ალბათ ჭექა ქუხილში მოხვდა. რა გავაკეთოთ? აეროდრომი ავაშენოთ. ხომ ასეა? თვითმფრინავი ახლოვდება, უნდა ვიჩქაროთ. თორ მოედანი ქვებისგან და ბუჩქებისგან გაწმინდე. ბულ, მიწა გაასწორე. ტრაკ, ნიადაგი დატკეპნე და ზოლი დახაზე. ანკი, კუნძები ამოთხარე. დო, ფარები ანთე, ეს ჩვენი დასაშვების შუქები იქნება. ტურბოზავრებო წინ! ის არის მის პროჟექტორს ხედავ. ეს რა არის? თვითმფრინავია. ოღონდ პატარა. დიდი მადლობა. როგორ იპოვეთ? რადიო სიგნალი დაგვეხმარა და ამინდის პროგნოზი. ხუთმეტი? 16? 17? კაჯა, საბავშვო ქალაქში წავიდეთ. იქნებ ახალი საქანელები დააყენეს. არა მგონია. დიდი ხანია იქ არ ყოფილვართ. წავიდეთ. მიდი. კარგია. ხედავ? დაკეტილია. ესე ჩენი ახალი საქანელები, პეჭა. მიდი. ქვიშა. კარგია. საქანელები. ჩვენ უკვე დიდები ვართ, მაგრამ პატარები სად ითამაშებენ? პეჭა, როგორ მე უნდა დავეხმაროთ? რამეს მოვიფიქრებთ?
როგორ შეიძლება რაღაც გზის გამო საბავშვო ქალაქის დაკეტვა? ბავშვებმა სად უნდა ისეირნონ? ვიღაცებს უნდა დავუკავშირდეთ. მართალი ხარ. ბულ, ზერ, პეჭა ვარ. ჩემი გესმით, მიღება? უცნაურია, თითქოს რაციის გამოყენება ვასწავლე. მოდი მე ვცდი. თორ, ტრაკ, თქვენი ხმა გაგვაგონეთ. მაბადე, მაგრამ დღეს შენი დღე არ არის ანგი. კიდევ მოვიგებ. რაცია არავის არ დაგინახავთ? ტოძე ეკიდა. ბულ, ანკი, თქვენი დახმარება გჭირდება. დილა მშვიდობისა. ლაპარაკობს ბული. როგორ გესმით ჩემი მიღება? როგორც იქნა, ბულ. სასწრაფოდ მოდით, თქვენი დახმარება გჭირდება. თურბოზავრებო, წინ! რთულია მოცანა, მაგრამ ყველანაირი პრობლემის გადაჭრა შეიძლება. მოდი ყველაფერი დავმარხოთ. ბულდოზერები, ექსკავატორები. იყო და აღარ იქნება. იდეა მაქვს. ჩვენ ავაშენებთ გვირაბს. გვირაბს? კი, მაგრამ როგორ? აი ასე. ანკი და ტრაკი სათამაშო კონსტრუქციებს აი აქ გადმოიტანენ. პული და თორი ტრანშეას გათხრიან. ზემოდან ტრაკი ბეტონის გადახურვას დააყენებს. შემდეგ კი ტრაკი და ანკი ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებენ. მე რა გავაკეთო? დო, ფარებით სამშენებელ მოედანს გაანათებ. ჩემი ფარნის შუქი საკმარისი არ იქნება. მაშინ საქმეს მივხედოთ. თურბოზავრებო, წინ! ტრაკ, დღეს ნამდვილი სუპერ გმირი ხარ. ესა წავიღოთ. ერთი იდეა მაქვს. ანკი, თორ, ტრაკ, საქმეს მივხედოთ. კარგად იმუშავეთ, მეგობრებო. ვაშა! ცოტა ჩუმად. დაბრუნების დროა. წუხელმშენებელთა უცნობმა ბრიგადამ საბავშვო ქალაქის ქვემოთ გვირაბი გაიყვანა. ბულ, შენ ხარ? მოისმინე? ყველაფერი მაღალ პროფესიულად გაკეთდა და რაც მთავარია, საბავშვო ქალაქი არ დაზიანებულა. ხო მართლა, ის ბევრად უკეთესი გახდა. დიდი მადლობა, უცნობო მეგობრებო. ვაშა! ვაშა! იცი რომ ქალაქში დრონების შეჯიბრების მოწყობას აპირებენ. მართლა ეს ზერს უნდა ვუთხრათ. ყველაფერი გავიგონე. რა შეჯიბრება იქნება? გაზომავენ ფრენის მანძილს, ტვირთის გადატანის სიზუსტეს და მსგავს რაღაცებს. მიყვარს ტვირთის გადატანა. იღებ ტვირთს, მიფრინავ. ცდილობ არ დააზიანო.
ზერ, ფრენის მანძილშიც არ მყავს ბადალი. თქვენ შეჯიბრებისთვის ემზადებით? რა თქმა უნდა ვემზადებით. ჩვენი დროინი თქვენს ჯობია, თქვენმა ტვირთიც კი ვერ შეინარჩუნა. არა უშავს, კიდევ ვივარჯიშებთ. კარგი, შეჯიბრებაზე გამოჩნდება ვინ აჯობებს. ადგილის რუგა. ქარის სიჩქარე? ამინდის პროგნოზი. სხვათა შორის პროგნოზის მიხედვით შეიძლება ჭექაქუხილი იყოს. უგრძნობ ჩემს ნიჭსერენდობით. უფრო მალე გავიმარჯვებ, ვიდრე ჭექაქუხილი დაიწყება. ჩვენ შევძლებთ შეჯიბრების ყურებას. რა თქმა უნდა, გვერდზე შესანიშნავი მანქანების ადგომია. ბაშა, ტურბოზაბრებო წინ. გამარჯობა, სტეპან პეტროვიჩ. თქვენ იღებთ მონაწილეობას. გამარჯობა, ბავშვებო. ხო, გამხიარულება გადავწყვიტე. ძვირფასო მაყურებლებო, ამ დღის მთავარი შეჯიბრების დრო დადგა. უკვე დაიწყო? ჯერ არა, დაიმალე. ჩვენ გეტყვით, როცა დაიწყება. ჭექაქუხილი ჩქარა თავშესაფარში. სერი არ დაბრუნებულა, კავშირზეც არ გამოდის. უნდა ვიპოვოთ. მთელი არემარე დავათვალიეროთ. ტურბოზავრებო, წინ! ზერი უნდა გადავარჩინოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მოვიფიქრე, პანდუსიან ბორცვს ავაშენებთ. ან კი მასიავა და ზერს ჩამოხსნის. მე და თორი ბორცვს გავაკეთებთ. ტრაკ, შენ პანდუს ფილებით გაამაგრებ. ტურბოზავრებო, წინ! იმუშავეთ. ეს ხომ ზერი არ არის. ეს ფედიას და ბორიას დრონია. ზერი კავშირზე გამოვიდა, ზერს ათხარ. გავიჭედე. ვერ ვინძრევი. გეოლოკაციას გამოგიგზავნით. ძალიან სუსტი სიგნალია, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცით, სად არის წინ. დარწმუნებული ხართ, რომ სწორი კოორდინატები მივიღეთ? არსად არ ჩანს. არ ჩანს, მაგრამ აქ უნდა იყოს. შესაძლოა ლუქში ჩავარდა და მილში გაიჭედა. ამას მხოლოდ ერთი ხერხით შევამოწმებთ. მე და თორი მილებს ამოვთხრით. ან კი მათ ზევით ამოიტანს. ტრაკი კი შეამოწმებს ტურბოზავრებო. წინ! მე და ვიცოდეთ რა დამემართა. ეს ნათურები შემომეხვია და ქარმა წამიღო. კინოამ დავიღუპე. არც კი ვიცი ახლა რა დამიბრუნებს თავდაჭერებულობას. გადაწყვეტეს თავიდან ჩაატარონ დრონების შეჯიბრება, მაგრამ ვფიქრობ, ზერმა მეორედ არ უნდა გარისკოს. როგორ? მე ხომ ამ ქვეყნად ყველაზე მამაცი პტერადაქტილი ვარ. თავდაჯერებულობა დაუბრუნდა. ნაყინი სასწაულებს ახდენს.
გამარჯობა. რასაკეთებთ აქ? ჩვენ ფილმს ვუყურებდით. მაგრამ ვეღარ ვუყურებთ. რატომ? კინო დასასრულს მიუახლოვდა? არა, დიდი ტრაკი მოგვიახლოვდა და მთელი ეკრანი გადაფარა. ჩემი საყვარელი კუდი. კარგად ვუყურეთ ფილმს. იცი ტრაკ, შენ ძალიან დიდი ხარ და ამიტომ ფრთხილად უნდა იყო და ყურადღებით. დიახ, დიდი და ძალიან მძიმე. და კიდევ საშინლად მოუქნელი. მაბადიეთ, არ მინდოდა. ძალიან დიდი, მძიმე და მოუქნელი ვარ. ყველას ხელს გიშლით. გამარჯობა, ჩვენ ქალაქში მივდივართ ტექნიკის გამოფენაზე, გინდათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა გვინდა. ტრაკ, რა იყო? შენ არ წამოხვალ ჩვენთან ერთად? არ მინდა, ხელი შეგიშალოთ. აჯობებს აქ მარტო დავრჩე. ხელს არ შეგვიშლი. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ მარტო უფრო საინტერესოდ გაატარებ დროს, მაშინ დარჩი. წავალ ტყეში გავისეირნებ. იქ არავის არ შევუშლი ხელს. სად მოვედი? აქ არასდროს არ ყოფილვარ. ეს რა არის? ეს კედელი იმიტომ აღმართეს, რომ ერთ ადგილას ბევრი წყალი მოეგროვებინათ. ახლოდან უნდა ვნახო. არაფერი არ ისმის. კარგი კედელია. ეს სუდია, მაგრამ არ აუშავს. ახლა მე აღარ წვეთავს. ვინ თქვა რომ მოუქნელი ვარ? საოცარია. არ ვიცოდი რომ ხატვა მეხერხებოდა. ეს ავარია. ტურბოზავრებო, წინ! შეხედეთ რა პატარა ფარები აქვს. სიბნელეში ხომ ვერაფერს დაინახავს. შეხედეთ. ალბათ სიბნელის ეშინია. ეს კი ნახეთ, ტრაქს გავს. ტრაკი იქ მარტო მოწყენილი იქნება. მოდი დავურეკოთ. კარგი იდეა. ტრაკ, მიღება. ტრაკ, მიღება. ყველაფერი გასაგებია, ტრაკი შხაპს იღებს. ჩვენი კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან ჩაგვერთვება. კამერას ვრთავთ. დამბაზე ავარია მოხდა. კედელი თუ ვერ გაუძლებს, წყალმა შეიძლება ქალაქი დატბოროს. შეხედეთ, იქ ტრაკის ფეხები დგას. თვითონ სად არის? იქ ტრაკი დგას და მას უჭირავს კედელი რომ არ ჩამოინგრეს. და მას ჩვენი დახმარება სჭირდება წინ. ამაგრდი ტრაკ. ახლავე დაგეხმარებით. მეგობრებო, როგორ მიხარია რომ აქ ხართ? შეყონება არ შეიძლება წყალს გზა უნდა გადავუღობოთ და ტრაკს დავეხმაროთ. ამ ქვას ხედავთ? ამ ქვით დაბმაში ხვრელს გადავკეტავთ. მაგრამ მანამდე საბჯენები უნდა დავაყენოთ. შეხედეთ რა მოვიფიქრე. ანკი, შენ მორებს მომზადებ საბჯენებისთვის. ული და თორი ადგილს დაასუფთავებენ და ანკის დაეხმარებიან. ზერი სიტუაციას ჰაერიდან გააკონტროლებს. ტურბოზავრებო წინ! ქვა უნდა მივადოთ.
მართალია? აი ასე უფრო საიმედო იქნება. ტრაკ, რა ძლიერი ხარ. დამძლავრი. კი ლოცავ, ტრაკ, სახლგანთქმული გახდი, ტელევიზორში გაჩვენეს. ავტოგრაფს მომცემ? გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.